დღეს მეორე ხუთშაბათია, ზუსტად 10:15 წუთი. რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროფონი ჩართულია დაიწყო. მე გიგი ვარ, ჩემთან ერთად კი ვიკაა. გამარჯობა, მიკროფონი ჩართულია პატარა ჟურნალისტები და წამყვანები. დროს უქმად არ კარგავთ, რომ თქვენთვის საინტერესო ამბები შეგვეგროვებინა. დღეს გვაქვს სიახლეები, სურპრიზები და რა თქმა უნდა ახალი რუბრიკები, რომელებიც თქვენ მოგეწონებათ. გიგი, მოდი თავდაპირველად მაყურებელს ჩვენი პრომო წარუდგინოთ. შემდეგ კი დავბრუნდეთ გადაცემის პირველ ბლოკს. ტელეკომპანია გურჯაანის არხზე მიკროფონი ჩართულია დაიწყო. ეს არის გადაცემა, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შემიძლია. მეხუთე სეზონია ამ გუნდის წევრი ვარ. უკვე აღარ ვღელავ და აღარც ურთიერთობები მიჭირს. მე პირველად მომიწია კამერასთან მუშაობა. მთავარია საკუთარი ემოცია მართო. ეს ჩემი ჯადოსნური სამყაროა. მაგარია, არ მეგონა თუ გამომივიდოდა. შენც ცადე, გახდი უფრო კრეატიული. გაჩაინთავ ყველას დაუმტკიცე რა შეგიძლია. მიკროფონი ჩართულია, ეს შენი გადაცემაა. შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ვიყურეთ ყოველ მეორე ხუთშაბათს 21 საათსა და 15 წუთზე. ეს მიკროფონი ჩართულია პროგრამა ჩვენი თანატოლებისთვის და არა მარტო მათთვის. მინდა გითხრათ, რომ ამ გადაცემას ჩვენი მშობლებიც დიდი სიამოვნებით უყურებენ და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც. ახლა კი მე სიამოვნებით დავუთმობ მიკროფონს მარიამს, რომელიც თავის სტუმარს თვითონ გაგვაცნობს. სტუმრის შესახებ არც ჩვენ არაფერი ვიცით, ასე არ არის, ვიკა? რა თქმა უნდა. და მოდით ეს მაყურებელთან ერთად გავარკვიოთ. მოგესალმებით ტელეკომპანია გურჯაანის ეთერიდან. მე მარიამი ვარ საღამო მშვიდობის. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, სამების სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ვაჟა სონღულაშვილი. დიახ, დღეს მამა ვაჟა უპასუხებს მიკროფონი ჩართულიას შეკითხვებს. მოგესალმებით. მოგესალმებით. გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად ხართ. ცოცხლად და გაიხარეთ. თუ შეიძლება დაგლოცეთ, მამაო. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ და ახალგაზრდებისთვის სასიკეთო საქმე გიკეთებინოთ. მე მაინტერესებს, როგორი ბავშვი იყავით და უჯერებდით თუ არა მშობლებს. როგორი ბავშვი ვიყავი? ბავშვობაში თურმე ჯიუტი ყოფილი ვარ. ძალიან ჯიუტი ყოფილი ვარ. შემდეგ სიმართლე რაც მე უკვე მახსოვს, ძალიან ცელქიც არ ვიყავი. მაგრამ ისე ცელქობდი, რომ თითქოს ვერ მიგებდნენ ხოლმე ჩემ ცელქობას. მაგრამ თლაც ძალიან ცელქიც არ ვიყავი და ვცდილობდი დამეჯერებინა მშობლებისათვის. და ყოველთვის ჩემ მშობელს უყურებდი ხოლმე სახეს. და მის სახისგან გამომდინარე უკვე მოქმედებდი ხოლმე. რა იყო ის, რის გამოც მშობლები გიბრაზდებოდნენ? ალბათ უპირველესი სიჯიუტე ჩემი. ეგ ბავშვობაში ჩემი სიჯიუტე რაც მქონდა ხოლმე. ამის გამო მიბრაზდებოდნენ მშობლები. დანარჩენი ხოლმე სწავლა მეზარებოდა მეთქი მოგატყუებ, იმიტომ რომ სწავლა შეძლების ზაგვარად სწავლობდი ხოლმე. ამის გამო არ მიბრაზდებოდნენ მშობლები. მეც ძირითადად სიჯიუტის გამო მიბრაზდებიან ხოლმე მშობლები. დღეს განსაკუთრებულად დღევანდელი თაობა ძალიან ჯიუტი და პრინციპულია. ალბათ მეც გავდი ამ თაობას. დიახ, გეთანხმებით. ხო. რატომ გადაწყვიტეთ, რომ გამოსულიყავით მოძღვარი და კმაყოფილი ხართ თქვენი გადაწყვეტილებით? მე მიყავი მე-7 კლასში, როდესაც დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება. პირველად მივედი ეკლესიაში. შემდეგ მომწონდა, მამებს რო უყურებდი, ხედავდი, წირბოლოს ვაზე რო ვესწრებოდი. თითქოს მომწონდა თანდათან მათი ცხოვრება და მინდოდა რომ მეც ესე მეცხოვრა როგორც ისინი ცხოვრობდნენ. და რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, მე კმაყოფილო საერთოდ რა საქმესაც ირჩევ ადამიანი. ყოველთვის უნდა შეეცადო, რომ ის აირჩიო, რაც შენ გინდა. და მართლაც მე ბავშვი მე-7 კლასიდან, მე-8 კლასიდან უკვე ეს ჩემი ეს ცხოვრება მინდოდა, ანუ ქრისტიანული ცხოვრება და რა თქმა უნდა სასულიერო პირი გამხდარიყავი და რახან მინდოდა, ეს მიყვარდა კიდევაც ეს საქმე და მიყვარს კიდევაც. რო თქვა, რომ ეხლა ეს საქმე არ მიყვარს და ვსაქმობ, ძალიან ცუდი ექნებოდა ჩემთვის.
და ზოგადად ადამიანი როცა ბავშვი მოზარდი როცა პროფესიას ირჩევს, ის საქმე უნდა უყვარდეს, იმიტომ რომ მომავალში რომ გამოვიდეს ის რაც უნდა თვითონ ღმერთმა მისცეს ის თუ არ ეყვარება ძალიან დაიტანჯება. უნდა უყვარდეს და რა თქმა უნდა მეც მიყვარს ვიღლები, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს ჩემი არჩევანი იყო და მიხარია ამისთვის რომ ვიღლები. რთული და დამღლელია ალბათ თქვენი საქმე. არაერთი აღსარება უნდა მოისმინოთ. ადამიანებს რჩევით უნდა დაეხმაროთ. მით უმეტეს რომ რევლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორის ჩვენი თანატოლებიც არიან ალბათ. რა არის მათი წუხილი? მართლაც რთულია, დამღლელია როგორც ადამიანურად, მაგრამ მღვდლობას აქვს უდიდესი სიხარულიც. როდესაც შედიხარ ადამიანი ვენახში და ვენახს ხედავ მოსავლეს და უვლი და შემდეგ რომ მოგაული გაფურჩნი ბალახს მოაცილებ რაც არ უნდა იყოს იქ უწამლებ დაფუფუნებ შემდეგ რომ ხედავ ნაყოფს ამ ვენახის გამოღებულ ნაყოფს რა თქმა უნდა უდიდესი სიხარული გევსება გული როგორც ვენახის პატრონს სწორედ ესეა მოძღვარიც როცა მოძღვარი თავიდან ხედავს ან მიდის მოძღვართან მოზარდი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი და თავიდან რა თქმა უნდა ცოტა მეტად მოსალელია სულიერი მდგომარეობა მოსაწესრიგებელი და შემდეგ მოძღვარი თანდათან ხედავს რომ ეს ნაყოფი გამოდის ანუ კეთილი ნაყოფი გამოდის მოძღვრისთვის ეს არის ძალიან დიდი სასიხარულო ძალიან დიდი სიხარულის მომცემია მოძღვრისთვის სულიერი მოძღვრისთვის როცა თავის სულიერი შვილი იქცევა ისე როგორც იქცეოდა ესე კი არა არამედ რომ გამოსწორდეს და გამოსწორდა და გამოსწორების გზაზე დგას მე ვფიქრობ რომ რთულია ალბათ ამბიონიდან ქადაგება როგორ არჩევთ თემებს რაზე უნდა ისაუბროთ ამბიონიდან ქადაგება მართლაც რთულია მაგრამ აქ უკვე მადლი ეხმარება მოძღვარს იმიტომ რომ ეს ხელდასხმით მადლი გამოდის უწმის მადლი რომელიც არის უზრუნველთა მკურნალი და ნაკურნალთა აღმავსებელი სწორედ მოძღვარი ხარ შენ იარაღი რომ შენ ღვთის ხელი ხარ ესე ვთქვათ შუამავალი ხარ და ეს მადლი გეხმარება ეს უზრუნველს მადლი გეხმარება რომ იქადაგო და სწორედ ის თქვა რაც სჭირდება მრევლს მაგრამ უშუალოდ ქადაგების თემები ირჩევა პირადად მე ვარჩევ ხოლმე და ესე უკვე ვარჩევ ესეა სახარება იმ დღის საკითხული სახარებიდან შემდეგ ვკითხულობ მის განმარტებას ვკითხულობ იმას თუ რა დევს ამ სახარებაში ის რაც ძირეულ აზრს უნდა იქადაგოს ადამიანმა შემდეგ ვადარებ თუ რა გვჭირდება კიდევ ჩვენ ამასთან ერთად კიდევ სხვებიც და ესეც რა თქმა უნდა და აი ამას აქედან გამომდინარე საერთო ჯამში გამოდის ქადაგება რა სიტყვით როგორები არიან ჩვენი თანატოლები რა არის მათი მთავარი სისუსტე მე მოვიშველებდი მისი უწმინდესობის ჩვენი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვებს რომ დღევანდელი ახალგაზრდა არის ძალიან ნიჭიერი მაგრამ გავს პეპელას რომელიც ერთ ყვავილზე არ ჩერდება ხან მე ერთ ყვავილზე არის მე მეორე ყვავილზე გადაფრინდება უპირველესი დღევანდელ ახალგაზრდას აკლია სიბრძნე არის ნიჭიერი მაგრამ აკლია სიბრძნე და რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ახალგაზრდამაც ბავშვმაც მოზარდმაც ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება აი ყველაზე მეტად მე ვფიქრობ დღევანდელ პერიოდში გვჭირდება ეს ანალიტიკური აზროვნება და ეს რა თქმა უნდა მშობელმაც და სკოლამაც უნდა შეუწყოს ამაში ხელი რა არის მამაო თავისუფლება ამ შეკითხვას იმიტომ გისვავთ რომ ყველა სხვადასხვანაირად ესმის თავისუფლება ესეთი მცნებაა რომ ბევრს გვეშლება თავისუფლება რა არის განსაკუთრებით ახალგაზრდასაც და ყველა ადამიანს თავისუფლება გონია რომ ჩვენ თუ აღვირახსნურად მოვიქცევით ჩვენ თუ რაც მოგვინდება იმას ვიტყვით ან რაც გვინდა იმას გავაკეთებთ ეს თავისუფლება არ არის ეს არის მონობა თავისუფლება არის როცა შენი თავისუფალი ხარ როცა შენივე თავს ფლობ ანუ შენი თავის ღმერთი ხარ ანუ შენ ვნებებს შენ შინაგან მდგომარეობას შენს ემოციებს აკონტროლებ ესე იგი შენი თავის უფალი ხარ, გამკარგველი ხარ შენი თავის. ეს ნიშნავს სრულ თავისუფლებას. და როდესაც ადამიანი ხარ მიჯაჭული ცოდვებზე და ამ ცოდვის გამო ან მოყვას აწყენინებ, ან მოყვასე იმას იტყვი და შენ იმიზეზებ რომ თურმე ეს არის თავისუფლება და რასაც მე იმას გავაკეთებ. ესეთი ადამიანი ძალიან ცდება.
ესეთი ადამიანი თავისუფალი ვერადროს ვერ იქნება თუ ესე გააგრძელებს. თავისუფალი როგორც წეგან თქვი, გავიმეორებ, ეს არის საკუთარი თავის ფლობა, საკუთარი თავის უფლობა, საკუთარი თავის ღმერთობა. რომ შენ აკონტროლებ შენ შინაგან მდგომარეობას, ემოციებსაც, ვნებებსაც, ცოდვებსაც და ცდილობ რომ უფალს დაუკავშირო შენი თავი. აი არის თავისუფლება. ნამდვილად გეთანხმებით. თავისუფლება მხოლოდ ის არ არის, რომ რასაც შენ გინდა, იმას გააკეთებ და ყველაფერი გააქვს და ყველაფრის უფლება გაქვს. მე ძალიან კარგად მახსოვს სკოლაში მე თვითონ მასწავლეს სამართლის პედაგოგმა, რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება. ასე რომ ეს გვავიწყდება ხოლმე ჩვენ ხშირად. როგორი მამა ხართ და რამდენი შვილი გყავთ? როგორი მამა ვარ, ჩემ შვილებს რო ვკითხე, უფრო ჯობია, მაგრამ უყვარვარ შვილებს. 3 შვილი მყავს. ყოველთვის მეშინოდა მამობის. მამობის ამ მშობლობის, რომ შვილის აღზრდის. რომ ვფიქრდებოდი, რომ ამ შვილს უნდა პიროვნება ჩამოყალიბდეს. და ამაში უდიდესი წვლილი აქვს მშობელს. და ყოველთვის ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს თავს, რომ რამე არის და ვეკითხები დღესაც. რამე ჩემი რამე ისეთი, რაც არ არის, არც ჩემთვის და არც მისთვის სასარგებლო არ ჩავრიო ჩემი შვილის აღზრდაში. და ყოველი მშობელიც ესე და ამაზე უკეთეს უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ ყველა, რომ ჩვენ შვილის აღზრდაში რამე ჩვენი არ გაურიოთ, რომ აი მე მამა ვარ და დიახაც ეს არა, ესე არ ხდება. უნდა შეძლო შენ ისეთი მხარეს გამოძებნა, ნეიტრალური მხარეს გამოძებნა, რომ შენი ემოციებით კი არ ურთიერთობ შვილებთან, არამედ სიბრძნით. რომ რა სჭირდება იმას და დღეს რა თესლი უნდა ჩათესო მის გონებაში და მის სულში. აი ეს უნდა იფიქროს მშობელმა ხშირად. მე ამას ესე ვფიქრობ ხოლმე ხშირად. იყო მამა, ალბათ ესეც ღვთის საჩუქარია. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? უდიდესი საჩუქარია ღვთისა. და უდიდესი წყალობაა ღვთისა ჩემთვის შვილი. მე ბევრჯერ როცა დაღლელი მივსულ ვარ, ჩემ შვილს უთქვამს ისეთი მანუგეშებელი სიტყვები, მეც გამკვირვებია, რომ საიდან შვილო. მაგრამ გამხარებია. გამხარებია, რომ თითქოს მანუგეშა ამ ადამიანმა. და მე უყურებ შვილს როგორც პიროვნებას. მიუხედავად შვილო პატარაა, მცირეწლოვანი, 5 წლისაა პირველი, მაგრამ ჩვეულებრივ პიროვნებაა და მის აზრს ვითვალისწინებ ბევრ შემთხვევაში და ვცდილობ რომ მოусმინო და არა მე მარტო მე რა მინდა ამას უყურო, არამედ მას რა უნდა. როგორი გინდათ რომ იყვნენ თქვენი შვილები და რა საკიდან უნდა დაიწყო მშობლებმა ამაზე ფიქრი? მშობლებმა დედის მუცლიდანვე უნდა დაიწყოს შვილის აღზრდაზე ფიქრი. უცელშივე უნდა მოასმენონ ლოცვა. ისმენს დედა რო ლოცულობს, შვილიც ამას გრძნობს, ანუ მის განწყობას გრძნობს შვილი. როცა დაიბადება უნდა შეძლო რომ სულ ეს ლოცვა მოასმენინო, თუნდაც კლასიკური მუსიკა მოასმენინო, ძალიან კარგია შვილისთვის ეს. და უცილებელი ესეთი დამოკიდებულება შვილთან. რომ იზრუნო შვილს და თავიდანვე უნდა იზრუნო ეს, რა თქმა უნდა, დედის მუცლიდანვე და მიაქციო ყურადღება, უდიდესი ყურადღება მომავალ თაობას და შვილის აღზრდას, რაც ძალიან საფრთხილოა და საშიშია. თანამედროვე მამებსა და დედებს ხშირად შვილებისთვის არ სძალიათ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რა დრო უნდა დაუთმო მშობლებმა შვილებს? სამწუხაროდ ჩვენმა დღევანდელმა ეკონომიურმა გაჭირვებამ ადამიანების რო შეჭირებულად ცხოვრობს, ამან ესეც მოიტანა, რომ დედაც და მამაც ორივე იხარჯება გარეთ, რომ სარჩუსაბადებელი იშოვოს და მიდის დაღლილი და სამწუხაროდ თავის შვილისთვის თითქოს ვერ იცლის, რომ ან დაუჯდეს ესაუბროს, ან ემეგობროს, ან მოусმინოს და მის აღმზრდელობით აღზრდაში დახარჯოს თავისი დრო. რადგან დაღლილია. მაგრამ მშობლებს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ერთი რამ, რომ როგორც სამსახურში ყავს უფროსი და შენ უფროსთან ვერ დაიწყებ, რომ აიცი რა მე დავიღალ და მორჩა, ვამთავრებ ამ სამსახურს ან დღევანდელ დღეს, რადგან დღე უნდა გალიო ბოლომდე, რაც საათია სამშენი მუშაობისა, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მასზე უპირატესი და უმნიშვნელოვანესი არის შვილთან ურთიერთობა. ეს არის უდიდესი სამსახური. ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ჩვენ იმაზე მეც, ვიდრე ჩვენი შვილის აღზრდას. ვერაფერს ვერ
დავტოვებთ ღირებულს იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენი შვილი სწორად აღზრდა და მასთან სწორი ურთიერთობა. და ჩვენი დაღლილობიდან გამომდინარე არ უნდა მივცეთ ჩვენ თავს იმის უფლება, რომ იცი რაიმე დავიღალე და მოდი გამანებე თავი. ეს თუ ხეშად არ უნდა მიმართო. მას სჭირდება მისცე შობლისგან, რომ რაღაც საზრდო მიიღოს, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. და შობელი თუ ესე დაღლილი, ესე უხეშად უპასუხებს, რა თქმა უნდა, ის ესეთი შვილი ვერ მიიღებს იმ საზრდოს და ამიტომაც ხდება ხოლმე, რომ მერე ძიობს, ბავშვი ვერ კმაყოფილდება ოჯახში, რომ მიიღოს რამე და ძიობს გარეთ და გარედან იღებს შემდეგ ისეთ თვისებებს, რაც შემდგომ უკვე ცუდად ადგება ამ ადამიანს, ამ მომავალ თაობას. თქვენ სხვა მშობლებივით დროის პრობლემა გაქვთ. რა დროს უთმობთ შვილებს? ძალიან დიდი პრობლემა მაქვს დროისა, როგორც ოჯახში. იმიტომ რომ მე მომცა ღმერთმა ისეთი ჯვარი, რაც არის უდლობა, სასულიერო პირობა, მაგრამ ღმერთი ზოგჯერ ჩემი თავისა მიკვირს ხოლმე, როგორ მაძლევს ძალას. რომ სახლში რომ მივდივარ, მთელი ის დრო, რაც მათ დაძინებამდე არის, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო და მათ მოუტანო რამე სასარგებლო. თუნდაც ეს იქნება წიგნების კითხვა მათთან ერთად, თუნდაც ეს იქნება საინტერესო ფილმების ყურება, შემეცნებითი საინტერესო ფილმების ყურება და ამ ფილმების ერთად განხილვა. აი ესეთ რამეებს ვცდილობ ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ახლა ყოველთვის მასე ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისეთ ძალიან დაღლილი მივდივარ ხოლმე, მაგრამ მეტწილად ვცდილობ, რომ ესე ვიყო მობილიზებული ჩემ შვილებთან. მოდით რამოდენიმე სიტყვით გვიამბეთ ახალგაზრდული ცენტრის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ამ ცენტრმა არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა. დიახ, ახალგაზრდული ცენტრი ერთობა ღვთისმადლით ჩვენ სამების საკათედრო ტაძართან არსებული ეს ჩამოვაყალიბეთ, შევქმნით, დავარეგისტრირეთ და ეს უმთავრესი მისი იდეოლოგია დარეგისტრირება და იდეოლოგია ამ ახალგაზრდული ცენტრის ერთობის ეს არის მომავალი თაობა. რომ მომავალ თაობაზე ერთად ვიზრუნოთ, რომ მომავალი თაობა აი ამ ერთობაში შევიკრიბოთ ყველა ერთად და ვაკეთოთ და დავფიქრდეთ ერთ მთავარ საზრუნავს და არაერთ მთავარ საზრუნავს. რაც უპირველეს ყოვლისა არის ღმერთთან ურთიერთობა, რაც შემდგომ მოსდევს სამშობლოზე ზრუნვა და შემდგომ მოსდევს ადამიანზე ზრუნვა. რომ აი აქ ეს ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიება სწორედ მიმართულია სწორედ ესეთ იდეოლოგიაზე ღმერთზე, სამშობლოზე და ადამიანზე. რას შეცვლიდით განათლების სფეროში თქვენ რომ განათლების მინისტრი იყოთ? მე რო განათლების მინისტრი ვიყო, რას შევცვლიდი? უპირველეს ყოვლისა ყოველთვის უდესე უბრალოდ ადამიანიდან ვიტყვი. ყოველთვის დავეკითხებოდი სხვას რასაც ვაკეთებ, რამდენად ღირებულია. ყოველთვის შევეკითხებოდი ჩემზე მეტად გამოცდილ ადამიანებს, რომ ეს მოუტანს ჩემს ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, სასიკეთოს. ესე ამ რაღაცის სწავლით და სწავლა გამოადგება ჩემ მომავალ თაობას. აი ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ კითხვას დავსვავდი. ჩემ თავთან უპირველეს ყოვლისა და შემდგომ ისე გადავდგავდი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მივიღებდი შემდგომ. და ბოლოს რას გვისურვებთ? გისურვებთ წარმატებებს, ანალიტიკურ აზროვნებას, სიბრძნეს და სიხარულს და ღმერთთან ერთობას. გმადლობთ რომ იყავით ჩემთან ერთად. ცოცხლე გაიხარეთ. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიზიტი შედგა სამების სახელობის ტაძრის მოძღვართან, მამა ვაჟა სონღულაშვილთან. მაყურებელს კი 2 კვირით დავამშვიდობები. ნახვამდის. განვაგრძობთ გამოშვებას. მე ძალიან მომეწონა ჩვენი სტუმარი და რა თქმა უნდა ამისთვის მადლობა მარიამს და ჩვენ სტუმარს. ახლა კი ჩვენი ერთობლივი პროექტი, რომელსაც სამუსიკო სკოლების გაერთიანებასთან ერთად ვამზადებს. მას ვიკაუძღვება.
მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მიკროფონი ჩართულიასა და სამუსიკო სკოლების გაერთიანების ერთობლივი პროექტი. მე ვიკავა და დღეს ჩემთან ერთად არიან რუსუდაინ და ლიზი ზვერიაშვილები, ტყუპები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მაყურებელს მათი სოლო კონცერტი შესთავაზეს. მოგესალმებით გოგონებო. მოგესალმებით. იცი თავიდანვე მეგონა რომ უფრო დიდები იყავით, მაგრამ ახლა როდესაც შეგხვდით, ცოტა გამიკვირდა და გამიხარდა, რადგან ასეთ პატარა ასაკში ასეთ წარმატებას მიაღწიეთ. მოდი დავიწყოთ იმით, თუ რა შესთავაზეთ მაყურებელს თქვენ სოლო კონცერტზე. ჩვენ ბევრი ნაწარმო ქონდა გარჩეული და გვინდოდა რომ ჩაგვიტარებინა სოლო კონცერტი და ჩავწერთ სოლო კონცერტი. და რა შესთავაზეთ? იმღერეთ, დაუკარით. ვიმღერეთ და დაუკარით. კარგი. მე მაინტერესებს, როდის დაინტერესდით მუსიკით? როდესაც დედამ გვაღია მუსიკას, შემდეგ შეგვიყვარდა მუსიკა და დედამ შეგვიყვანა სამუსიკო სკოლაში, რომ მუსიკა გვესწავლა. შენ რა სიტყვი? შენ როდის დაინტერესდი, რომელ ასაკში? ბაღში კი. იცით, ყოველთვის მაინტერესებდა ტყუპები რომ ხართ, რა არის ტყუპებში განსაკუთრებული და რითი განსხვავდებით? შენ რომ მაგალითად სუთ ხასიათზე ხარ, შენ ხომ არა ხარ სუთ ხასიათზე? არა, ჩვენ ხასიათებით განსხვავდებით. ეს უფრო სხვანაირი ხასიათისაა, მე კი სხვა. და რა არის მაინც განსაკუთრებული ტყუპებში? ანუ ხასიათი? კი, ხასიათი. შენ რა სიტყვი? ხასიათი. მარტო ხასიათია ტყუპებში განსაკუთრებული? კი. მე მაინტერესებს ასევე, თქვენს ოჯახში არის ვინმე მუსიკოსი, თქვენი აზრით ვისგან გამოგყავთ მუსიკის ნიჭი? დედასგან და ბებოსგან. რომელ კლასში ხართ და ყველაზე მეტად რომელი მუსიკა მოგწონთ? ჩვენ მოგწონს დაკვრა. და რომელ კლასში ხართ? მესამეში. მე მაინტერესებს ასევე მუსიკის გარდა კიდევ რითი ხართ დაკავებულები? მე ძალიან მიყვარს ხელოვნება, ხატვა. და შენ რა გიყვარს? მე ყარ გიყვართ? კი, მეც ეკვა მიყვარს. კიდევ რა? სიმღერები მიყვარს. შენ რა სიტყვი? მარტო სიმღერა? კი, სიმღერა და დაკვრა მიყვარს ძალიან. ვინ დაგეხმარათ რომ ასეთ წარმატებას მიაღწიეთ ამ სფეროში? დედა დაგვეხმარა თავიდან. მან შეგვასწავლა მუსიკა და ჩვენც გვინდოდა რომ მუსიკა გვესწავლა. მუსიკის რა ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას? გიყვართ პოპი, რეპი, თანამედროვე მუსიკა? შენ რა სიტყვი? მეც მიყვარს. მეგობრებო, აპირებთ თუ არა მომავალში გაყვეთ მუსიკას და თქვენი აზრით, რა წარმატება ექნება ამ სფეროს? ჩვენ გვინდა რომ გავყვეთ მუსიკას. ძალიან გვიყვარს მუსიკა და გვინდა რომ გავყვეთ ჩვენს მუსიკას. შენც ასე ფიქრობ თუ შენ მაინც სხვა სფერო უნდა ირჩიო? კი, მეც ასე ვფიქრობ. მეგობრებო, რა შემოგთავაზებთ? რა? დაუკრავთ თუ იმღერებთ? ვიმღერებთ. ესო მესო, ერთა იმავ დღესო, ესო მესო, ერთა იმავ დღესო, ერთა იმავ დღესო, ერთა იმავ დღესო, დედიკო ნამასე გვითრა ერთად გიყიდეთო, ერთა იმავ დღესო, ერთა იმავ დღესო, დედიკო ნამასე გვითრა ერთად გიყიდეთო, ესო მესო, ერთად გაგზარდესო, ესო მესო, ერთად ჩაგვაცვესო, ერთა კვანში ჩაგვაწვინეს, ერთად ჭამდით კერძო, ერთ ნანინას გვიმღეროდნენ, ერთად გაგზარდესო, ერთა კვანში ჩაგვაწვინეს, ერთად ჭამდით კერძო, ერთა ნინას გვიმღეროდნენ, ერთად გაგზარდესო, ესო მესო, როგორც ფერი ფერსო, ესო მესო, როგორც ხელი ხელსო, მზე რომ არ გავსესო, გავართ ერთმანეთსო, მარტო დედა თუ გაგვარჩევს, სხვა ვინ გაგვარჩევსო. ძალიან მომეწონა მეგობრებო თქვენი მუსიკა. აი ასეთი იყვნენ ტყუპები. მიმავალ გადაცემამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. გადაცემა კი რამოდენიმე წუთია რაც დაიწყო. იჩქარეთ, გადმორთეთ თქვენი პულტები გურჯაანის არხზე და გაიხარისეთ თქვენი საღამო ჩვენთან ერთად. გვერწმუნეთ, თქვენ არაერთი საინტერესო რუბრიკა გელით. ახლა კი ვალერის და მარიამს მოусმინოთ.
მოგესალმებით მეგობრებო, მე და მარიამი მოგიყვებით ყველაზე საინტერესო ამბებს. ეთერშია საინტერესო ამბები, გამარჯობა. თბილისში ყველაზე მაღალი ტყუპი ცათამბჯენი შენდება. ცათამბჯენი 2017 წელს გაიხსნება და 41 სართულისაგან შედგება. პირველი 2 სართული მიწის ქვეშ იქნება. ერთი ცათამბჯენი ქვის იქნება, მეორე კი შუშის. მალა კბილის დაბჟენა აღარ იქნება საჭირო. იაპონელებმა კბილის პასტა გამოიგონეს, რომელიც კბილში ღრუებს ავსებს. ეს მართლაც რევოლუციური გამოგონებაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია სწრაფად და უმტკივნევლად შევავსოთ ღრუები, ასევე აღვადგინოთ კბილის მინანქარი. იმედია ეს სიახლე მალე შემოვა საქართველოში და ყველა დაისვენს კბილის პრობლემისაგან. იცით რომ პოპკორნი მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ პროდუქტად მიიჩნეოდა, მაგრამ სანამ ცოტა ხნის წინ კომპანიამ სპეციალურად მდიდრებისთვის არ დაამზადა. პოპკორნი დამზადებულია ძვირად ღრებული პროდუქტისაგან, მათ შორის ძვირად ღრებული მარილისაგან. აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობს გოგონა, რომელსაც ყველაზე დიდი პირი აქვს მსოფლიოში. ის გადამღებად ჯგუფმა აღმოაჩინა. 20 წლის გოგონა თავისუფლად შეიძლება გახდეს გინესის რეკორდების წიგნის რეკორდსმენი. მექსიკაში გვალვის შედეგად დამშრალი მდინარიდან 400 წლის ტაძარი გამოჩნდა. ტაძარი მე-16 საუკუნეში აშენდა. მის გარშემო ქალაქის ნანგრევებია. უკრაინელი ასტროლოგების დასკვნით გენიოსები ყველაზე ხშირად ზამთარში იბადებიან, რასაც ძირითადად პლანეტა მერკური განაპირობებს. ასეთი იყო საინტერესო ამბები. ჩვენ ერთმანეთს 2 კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, მე და გიგი ახლა მიკროფონს მარის გადავცემთ, რომელიც ერთ საინტერესო ამბავს მოგვიყვება. მარი ამჯერადაც ერთი ცნობილი ფილმის შესახებ გაგვესაუბრება. მოგესალმებით, მე მარი ვარ. დღეს მე მოგიყვებით საინტერესო ამბავს, რომელიც ჰარი პოტერის ფანებს დააინტერესებს. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჰარი პოტერის ისტორიაა დასრულებულა. მობავა წელს ლონდონში მაყურებელი ჰარი პოტერიდან სიკვდილის საჩუქრების გაგრძელებას იხილავს. ეს იქნება თეატრალური წარმოდგენა. ეს ამბავი ჰარი პოტერის შვილის შესახებ გვიამბობს. სასკოლო ასაკის სამი შვილის მამა ქვემოქმედა ქმარი წარსულთა ჭირშია. იგი უარსამობს იქ ყოფნაზე, სადაც მისი ადგილია. მისი შვილი კი ცდილობს თავი დააღწიოს მემკვიდრეობას. მამა და შვილი ჭესპარიტებას ეჯახებიან. ასე რომ ჰარი პოტერის ფანებს კიდევ ერთი სურპრიზი ერის. მე კი აქ დაგემშვიდობებით და მე თქვენთან დაველოდები ამ ახალ ამბავს. ნახვამდის. დაგიბრუნდით მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ეს არის გადაცემა მიკროფონი ჩართულია. ახლა კი ალექსანდრე და ნინო შემოგვიერთდებიან ახალი ამბებით. შემდეგ გიორგი გავაცნობს სპორტული სიახლეებს. საღამო მშვიდობის ახალი ამბები ისევ ეთერშია. საღამო მშვიდობისა. 24 წლის ქართველი არტისტის ლევან სონგულაშვილის ნახატი მედუზას ოდბის აუქციონზე გაიყიდა. მხატვარმა მედუზა 22 წლის ასაკში შექმნა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მხატვრის პერსონალური გამოფენა მანჰეტენზე. ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი ჰანა გახდა, რომელსაც სურს რომ ახალი სამყაროს ენერგიის წყაროს დაეხმაროს. გოგონამ გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ენერგიის წყაროს ოკეანეს იყენებს. ზღაპარიდიდებისთვის ასე ჰქვია კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის მკითხველს შეუძლია. კონკურსანტებმა მაქსიმალური 10 გვერდის მოცულობით მოთხრობა უნდა დაწერონ.
გამარჯვებული საჩუქრად 2 წინგს მიიღებს ავტორის ხელმოწერით. ეროვნული არქივის 8 ხელნაწერი იუნესკო მსოფლიო მეხსიერების საერთო რეესტრში შეიტანეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცუკენბერგი და პრისცილა ჩანი სკოლას ხდიან ხელმოკლე ბავშვებისთვის. პრისცილა ჩანი ყოფილი პედაგოგია და ამჟამად პედიატრად მუშაობს. სკოლა უფასო იქნება და 700 მოსწავლეს მოემსახურება. ინტერნეტში ახალი კომპიუტერული თამაში გამოჩნდა, რომელიც კოსმოსურ სივრცეს ეძღვნება. თამაში კოსმოსურ სივრცეს პირადულ სივრცედ აქცევს, რასაც უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდება. თამაშის დროს ცნობისმოყვარე ასტრონავტი ხდები, რომელიც დისკავს ყველაფერს, რომ შეისწავლოს კოსმოსი. აი ასეთი იყო ახალი ამბები დღეს. ჩვენ ორი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. გაგაცნობთ სპორტის ამბებს. მსოფლიო რაგბის წლის აღმოჩენის 3 ნომინანტთა შორისაა ვასილ ლობჟანიძე, რომელიც საქართველოს რაგბის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა. NBA-ის ოფიციალურ საიტზე ტოპ 5-ში ზაზა ფაჩულიას ეპიზოდი მოხვდა. ახალ წევრმა მორი მატჩში 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, თუმცა ეს მატჩი გუნდისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველმა სპორტსმენმა 5 მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. მოფარიკავე ირმა ხეჩურიანმა პარიზში ჩატარებულ მსოფლიო თასის ასპარეზობაზე ოქროს მედალი მოიპოვა, სადაც 26 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ამ დროისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მოვიდა დრო ახლა ვიმოგზაუროთ ჩვენს ისტორიულ წარსულში. მოდით გავიგოთ, რომელ ისტორიულ ძეგლზე გვესაუბრება თომა. გამარჯობა, მე თომა. დღეს მე ვისაუბრებ დავით გაჯის კომპლექსის შესახებ. ეს კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს ტერიტორიაზე დაასწრა მე-6 საუკუნეში. ეს ერთ-ერთი ასურელი ბაბის დავითის მიერ. ის ლუკიანესთან ერთად მოვიდა გაჯის უდაბნოში და დასახლა პატარა მღვიმეში. მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გაჯის მონასტერი სამეფო საკუთრებად აქცია. მონასტერმა მე-19 საუკუნემდე იარსება. დავით გაჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. მე კი აქ დაგემშვიდობებით. ნახვამდის. გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ლიკას რჩევებს უნდა მოვუსმინოთ. მინდა გითხრათ, რომ ლიკას რჩევები ყველას ძალიან გვადგება. ახლა ლიკას დაუთმოთ ეთერი. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე ლიკა ვარ. ჩვენი რუბრიკა ჯანმრთელობას ეხება, რადგან ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია. წინა გადაცემაში მე გესაუბრე ტკბილის ჯაგრისებზე და ახლა გესაუბრებით ტკბილის პასტებზე. შემადგენლობის მიხედვით არსებობს 5 თაობის ტკბილის პასტა. განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი და მეორე თაობის ტკბილის პასტები არის მარტივი და მხოლოდ მექანიკურად ასუფთავებს ტკბილებს. მესამე და მეოთხე თაობის ტკბილის პასტა არის კომბინირებული. მასში 2-ზე მეტი ნივთიერებაა შევეულდა მხოლოდ ერთ
დაავადებას აკუთვნილი. ახლა მსოფლიო ბაზარზე მეხუთე თაობის კბილის პასტას ნახავთ. მეხუთე თაობის კბილის პასტა არის კომპლექსური. მასში სხვადასხვა ნივთიერებაა შერეული და 3-4 დაავადებას აკუთვნილი. ბავშვების კბილის პასტები დიდების კბილის პასტებისაგან იმით განსხვავდება, რომ პატარების კბილის პასტაში ნაკლები მტორია, რადგან ბავშვები გახერხვის დროს 30% ყლაპავენ, რაც გამოიწვევს მოწამვლას. ამიტომ ბავშვებისათვის უფრო კარგი შრელებია, რაც მძაფრი გემო აქვს და ნაკლებ მტორს შეიცავს. ახლა რჩევების დრო დადგა. გახსოვდეთ, ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოიცვალეთ კბილის ჯაგრისი. თუ ფილტვების დაავადებაა, 3 კვირაში ერთხელ გამოიცვალეთ კბილის ჯაგრისი. ან დაგავიწყდეთ ერთი და იგივე კბილის პასტა დიდხანს არ იხმაროთ, რადგან შეიძლება დაუმეგობრდეს მიკრობებს. გამოდადრებელი კბილის პასტა დიდხანს არ იხმაროთ, რადგან გაცვეთავს ემალს. მწერლებისათვის განკუთვნილი კბილის პასტა არ იხმაროთ დიდხანს, რადგან მზედმეტ მწნობელობას გამოიწვევს და ბოლოს არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა კბილის პასტით იხეხეთ კბილები. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ჩემს გაითვალისწინებთ, სულ ბროლივით კბილები გექნებათ. მეორე კვირით დაგამშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ეს იყო გადაცემის ბოლო გვერდი. ამით მიკროფონი ჩართულია დასრულდა. მადლობთ, რომ იყავით 40 წუთის განმავლობაში ჩვენთან ერთად. ჩვენს ჟურნალისტებთან და თანაწამყვანებთან ერთად თქვენთან ერთად ვიყავით მე და გიგი. შეგახსენებთ, რომ გადაცემის ყურება შეგიძლიათ ყოველ მეორე ხუთშაბათს 21 საათსა და 15 წუთზე. ასევე შეგიძლიათ ინტერნეტითაც გვიყურებთ. ნახვამდის. ნახვამდის.